მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებთ არაერთ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის ქალბატონი ნათია ჯანაშიასა და მისი ოჯახის მიმართ. ჩვენ აქამდეც გავაკეთეთ პრესკონფერენცია, სადაც ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ წაართვეს ქალბატონ ნათია ჯანაშიას ბრიტანულ-ქართული აკადემია. ქალბატონი ნათია იყო 100%-იანი წილის მფლობელი, მანამ სანამ 70%-იან წილს საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად დაესაკუთრა საქართველოს კაპიტალი, რომლის დირექტორიც არის ბატონი ირაკლი კილაური. ნათია ჯანაშია დაარწმუნეს, რომ მიეყიდა 70%-იანი წილი დაახლოებით 25 მილიონ ლარზე იაფად და ეს მოხერხდა სრულ დაპირებების, მოტყუების შედეგად. იყო შეთანხმება, რომ უნდა გაკეთებულიყო ინვესტიცია, ამ ინვესტიციას მოყვებოდა ბრიტანულ-ქართული აკადემიის შემოსავლის მკვეთრად გაზრდა. თუმცა რა გააკეთეს ინვესტორებმა სრულ დაპირებებით, იმ შეთანხმების დადებით, რომელთა შესრულებასაც ისინი არ აპირებდნენ, ხელში ჩაიგდეს 70%-იანი წილის შემდეგ კი არც ერთი შეთანხმება არ შეასრულეს. ჩადენილია სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას. არსებობდა რამდენიმე პირობა, ერთ-ერთ პირობაზე ვისაუბრებ, ერთ-ერთი პირობის თანახმად ტაბახმელას მიწის ნაკვეთები კაპიტალში უნდა შესულიყო ნულოვანი ღირებულებით. აღნიშნული დასტურდება, როგორც მოწმეების გამოკითხვის ოქროთი, ასევე ბიზნეს გეგმით და სხვა მტკიცებულებებით. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი ის დაპირება, რომლის შესრულებასაც არ აპირებდნენ და თავიდანვე განზრახული იყო მოტყუება. 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიუჯეტიდან, რათა მომზადებულიყო საბუთები ტაბახმელას მიწების განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დასამტკიცებლად. მართლაც დამტკიცდა ეს გეგმა, ფული დაიხარჯა, თუმცა შემდეგ უკვე უარი თქვეს შესრულებაზე და არ გადმოიტანეს ეს მიწის ნაკვეთები ბრიტანულ-ქართული აკადემიის კაპიტალში, ანუ 3 მილიონ ლარზე მეტი თანხით აზარალეს სკოლა. ისმის კითხვა, თუ არ იყო აი რასეც გვედავება მეორე მხარე, თუ არ იყო ნულოვან ღირებულებაზე შეთანხმება და თუ ეს მოგონილი, მაშინ რატომ დაიხარჯებოდა ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან 3 მილიონ ლარზე მეტი იმ ნაკვეთებისთვის, რომლებიც ამ აკადემიის საკუთრებაში არ იყო და თურმე არც უნდა შესულიყო ნულოვანი ღირებულება. ფაქტია, რომ იყო ნულოვან ღირებულებასთან დაკავშირებით შეთანხმება, რომელიც არ შესრულდა და ამას ასევე ადასტურებს არაერთი დოკუმენტი, რომელიც საქმეში მტკიცებულების სახით არის წარდგენილი და საქმეში არის დაფუძნებული. სხვადასხვა უკანონო მეთოდებით ცდილობენ ქალბატონი ნათიას დისკრედიტაციას ამ უკანონო ქმედებების შემდეგაც და ცდილობენ, რომ წაართვან მას დარჩენილი 30%-იანი წილი. მოგეხსენებათ, რომ ის იყო 100%-იანი წილის მფლობელი.